ექსპერტიზა დასრულებულია. ჩანთის მსგავსად მასზე არც ერთი დაკავებულის დნმ-ის პროფილი არ აღმოჩნდა. ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა არც მოკლული ფეხბურთელის ჩხილის ანაწმენდებზე. რას აცხადებენ ადვოკატები და რას ცვლის ეს გარემოება? სისხლის სამართლის საქმეში ნანუკა ქაჯაია ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მარიამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ეს დასკვნაც ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელსა და ჩხილის ანაბეჭდები არ ამოვიდა არც ერთი ბრალდებულის დნმ, ასევე ანაწმენდებს ჩაუტარდათ თავად ბრალდებულების ჩხილის ანაწმენდებსა და ტანსაცმლებსაც ჩაუტარდათ ექსპერტიზა და დასკვნა, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს. ამ დასკვნაში ნათქვამი არის, რომ არც მათ ტანსაცმელზე შაქარაშვილის დნმ არ არის ამოსული. ადვოკატები აცხადებენ ერთ საინტერესო ინფორმაციას. ეს დასკვნა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა საქმის მასალებში არ ჩადეს. რატომ? ბუნებრივია, ეს არის მთავარი კითხვა და როგორც ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, ეს დასკვნა პირდაპირ მტკიცებულება არის, რომ გიორგი შაქარაშვილი ბრალდებულ 5 თვეს არ მოუკლავს, თუმცა ბრალდებულების ადვოკატები გეგმავენ, რომ სასამართლოში ეს მტკიცებულებები მათ სასარგებლოდ წარადგინან. ექსპერტიზის დასკვნებით, მათ შორის დნმ პროფილთან მიმართებით, არც ერთი ბრალდებულის დნმ პროფილი არ ამოვიდა არც ტანსაცმელზე, არც ჩანთაზე, არც სხეულზე. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გინდება ექსპერტიზის დასკვნით, რომ არანაირი შემხებლობა არ ქონიათ არც ერთ ბრალდებულს. ის საკანში ჩანაწერები, რომელიც დაუშვათ ბრალდების ხარისხი პროკურატურამ საქვს მოპოვებული საქმეზე, ამას ცხადყოფს, რომ მათი პატიმრობა საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულება. შაქარაშვილიდან ამოღებული, ესე ვთქვათ, ჩხილიდან ამოღებული ის ნიმუშები კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არავისი გენეტიკური ანუ ბიოლოგიური მასა არ აღმოჩნდა, რაც საშუალებას მისცემდა შემდგომში შედარება მოეხდინა კონკრეტული პირების გენეტიკური პროფილების სახით. პროცესის გადადება, გაჭიანურება გამოდის, რომ უშედეგო იყო და ბრალდების ხარი მოარი თქვა ამ მტკიცებულებებზე. ამ საქმის მასალები არ ჩადო, ვინაიდან ეს თავად გამომძიებელმაც აღნიშნა, რომ ეს არ შედიოდა მათ ვერსიას არადასტურებდა. წარვადგინეთ უკვე ეს შესაძლო მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ჩვენ უკვე 2 თვის განმავლობაში ვიძახით, რომ არანაირი შემხებლობა ბრალდებულებს საუბარი მაქვს ჩემი დაცვის ხობზე და სხვა პირებზე შემხებლობა არ აქვს კაცგარდაცულ შაქარაშვილს. ველა პასუხი რაც მოვიდა, მათ შორის ტანსაცმელის და საექსპერტო ბიუროდან დასკვნა არსად არ არის არც გიორგი შაქარაშვილის კვალი და არც პირიქით ბრალდებულების გენეტიკური მასალა არ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის არც ტანსაცმელზე და არც სხეულზე. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული 5 პირი სასამართლო პროცესი 10 სექტემბერს არის ჩანიშნული. ადვოკატები აცხადებენ, რომ 2 თვის განმავლობაში სხდომების დაწყებას ისინი ელოდებოდნენ, თუმცა ის ჭიანურდებოდა იმის გამო, რომ ელოდებოდა საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა ახლა არსებობს, თუმცა გამომძიებლებმა ის საქმის მასალებში არ ჩადეს. რატომ? ამ კითხვაზე შოთაძის უწყებას ჯერ პასუხი არ გაუწია. შაქარაშვილის საქმე თემაზე ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.